მე ნათია ვარ ჯამთელი ჯანსაღი მარადიული სული ვარ დაუბლოკველი დაუზამაროსკებელი დაუჭრელი აუჭრელი შეუჭმელი ვარ წელი ჯამთელი ჯანსაღი ზდაროვი სული კიდე რა მინდა ვთქვა და რაზე მინდა ვილაპარაკო ცხოვრებისეული ურთიერთობებიდან გამომდინარე ბევრსა გონიათ რომ მე ასე ვთქვათ ასე ვთქვათ ანუ პირდაპირ ვიტყვი მე არ დავდივარ ქუჩა არაფერს არ ავქადაგებ არსებობს ინტერნეტი ვისაც აქვს საშუალება ვისაც აინტერესებს მოძებნის ისეთ კანალებს და ისწავლის ისეთ კანალებს რაც არის ასე ვთქვათ ჭეშმარიტება და ევოლუციისათვის სასიკეთო რო ადამიანმა ასე ვთქვათ გამოიღოს გამოფხიზლდეს და ავიდეს მაღალ უროვნებზე და გაახილოს თვალები რეალურად დაინახოს სისტემები, სტრუქტურები, მატრიცები, კოსმოზაკონები, ზიმნოის ზაკონები, ცივილიზაციები და ასე შემდეგ. ანუ მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ამ სამყაროში მარტო ბიოსისტემები არ არსებობენ და არის ასე ვთქვათ სულიერი სამყაროები, მირმეჟმირიები და ასე ვთქვათ კვანტური საზნანიები, ბაჟესტვინი საზნანიები, რომელსაც განაგებენ ასე ვთქვათ აბსოლუტი, რასაც ქვია და რომ ვართ ასე ვთქვათ აბსოლუტის შვილები და რომ ჩვენი სოლნიჩნი ასე ვთქვათ სამყაროების იქით კიდე არის სოლნიჩნი სამყაროები და საზვიოზძიები და რაც მინდა ეხლა თქვა და გავამახვილო ყურადღება რომ გავგიათ ეხლა ზოგიერთებს ჩემი ტელეფონის ნომერი და იმის მაგივრად რომ ასე ვთქვათ დაინტერესდნენ ამ საკითხით და ისწავლონ და რაღაცა განვითარდნენ ამ საკითხში ასე ვთქვათ გონიათ რომ მე ქუჩაში რაღაცას ვქადაგებ და ქუჩა რაღაცას მე არავის არაფერს არ დავუმტკიცებ მე არავის არაფერს არ დავაძალებ თუ სულს არ უნდა სწავლა ნუ ისწავლის რა გაივლის ვაპლაშენიებს და როდესღაც ალბათ ისწავლის მე რა ვიცი რა ეგ ჩემი საქმე არ არის მე ეხლა რაც ვისწავლე ამ 3 წელიწადში მე ადრე არ ვიცოდი არც სწავლობდი არც მაინტერესებდა ესეთი რაღაცები სხვებივით მე ზღაპრები მეგონა მაგრამ სანამ არ მივხვდი რომ ზღაპარი არ არის და რეალობა ახლა მაინტერესებს და უკვე ვსწავლობ ყველაფერს ანუ რას ადამიანები მე მიცნობენ ფიზიკურად ვარ ნათია და ვარ აი ფიზიკურად ესეთი გოგო ვარ კაი გოგო ვარ აი ადამიანებმა ჩემი სულიერად ვერ მიცნობენ მე რა გადავიტანე რა კასმიჩისკიული урокები გადავიტანე რა პრობლემები გადავიტანე რა ის გადავიტანე რა ქვია როგორ გამოიყო ანუ შინაგანად მე არ მიცნობენ ადამიანს და თითოეული ადამიანები ჩვენ ერთმანეთს ეხლა ამ მიწიერ ზიმნოი ცხოვრებაში ვიცნობთ ერთმანეთს ფიზიკურად რომ იმას ქვია სერგო, იმას ქვია ლაშა, იმას ქვია ლუსია, იმას ქვია პეტრე, იმას ქვია ასე ვთქვათ მაყვალა და ასე შემდეგ ხო ფიზიკურად გრძნობთ ერთმანეთის ენერგიებსაც გრძნობთ მე ქუჩაში რომ ვზივარ და ვაკეთებ ჩემს საქმეს ყველა თავის საქმეს აკეთებს ყველა თავისი ოჯახისათვის ასე ვთქვათ რაღაცას აკეთებს ხო მე ქუჩაში არ ავქადაგებ და ქუჩაში მე ყველას ასტრალებს ვერიდები ყველას მენტალებს ვერიდები და იმასაც ვუკრძალავ მე ხალხს რომ ზედმეტად არ დამელაპარაკო ზედმეტ ჭორაობასაც კიდე ვერიდები მე ქუჩაში ზედმეტ ლაპარაკს ზედმეტ სიცილსაც ვერიდები ქუჩაში მაგრამ ადამიან ნერვებს რო ამიშრეს
როგორც ამიშრის ნერვებს, ისეთ კაი პასუხსაც ავცემ ხოლმე მერე. იმიტომ რომ მე არც ერთი ადამიანის დასაჩაგრი არ ვარ, არავის არ ვაძლევ უფლებას რომ დამჩაგროს, მით უმეტეს რომ მე არავის არ ავჩაგრა. და მით უმეტეს რომ რა ქვია, წინზე ხარ უკან დაჯექი, არავისთვის არ მიიკადრებია, მაგრამ როცა ადამიანისაგან დავინახავ რაღაცა ზედმეტ რაღაცას, ეგ უკვე სტოპს მივაყენებინებ ყველას. იმიტომ რომ ყველა მიხედოს თავის თავს და არავინ ასე ვთქვათ უმიზეზო და დაუმსახურებლად მე არავის არ ვერევი არავის საქმეში და ჩემ საქმეში ნურავინ უჩაერება. და ეხლა ვინც არ იცის ეს მესამე თვალი რა არის და ტელეპათია რა არის, ჰიპნოზი რა არის, ასტრალები რა არის, კოსმოზაკონები რა არის, ხო, და გონიათ რომ მე ქუჩა რაღაცას ვქადაგებ, ძალიან გეშლებათ რაღაცეები და რაღაცაში ვიღაცებში არ შეგეშალოთ. ჯერ პირველ რიგში ამას ვიტყვი და მეორე, თუ გაინტერესებთ რა არის კოსმოზაკონები და რა არის ასტრალები და რა არის ტელეპათია, შეისწავლეთ საიტები და შეისწავლეთ წიგნებიც არის ამაზე გამოსული და მე მიხვდებით რომ ფიზიკურად მე ნათია ვარ, მაგრამ სულიერადაც ნათია მქვია, მაგრამ ჯერჯერობით აქ დროებითად ვაპლაშენიეს რომ გავდივარ ამ სხეულში კი ნათია მქვია, მაგრამ სულიერად არ მიცნობთ თქვენ. სულიერად მე რა ღალატი გადავიტანე, რა წამება გადავიტანე, წინა ცხოვრებაში რა გადავიტანე, კოსმოცხოვრებაში რა გადავიტანე, ზიმნოი ცხოვრება, მეც არ გიცნობ და მე 100 წელი არ ეს ჰაერში 100 წელი არ შევალ არც ერთი ადამიანის ასტრალებში, არც ერთი ადამიანის ბიოვერ ბიოპოლში და ჩემ ბიოვერ ბიოპოლშიც რო იციან ცხვირის ჩადურდღლა, იმასაც ვერიდები და ვუკრძალავ ყველას. რომ მოაზროთ ჩემ ბიოვერ ბიოპოლში ნუ ედურდღლებიან და ნუ ეჭრებიან. იმიტომ რომ რაც იმათი საქმე არ არის, ცუდი აურა აქვთ და იმიტომ ყველა ადამიანს აქვს ცუდი აურა. ვამპირია თითოეული ადამიანი. რათ მინდა ეხლა მე ვიღაცამ რა უნდა მასწავლოს მე საასწავლეთ თქვენ თავებს, ხო? რათ მინდა ტყუილად სამსახურში ცხვირის ჩადურდღლა. უსაქმურად, გინდა პირად ცხოვრებაში ვიღაცის ცხვირის ჩადურდღლა რათ მინდა, რა უნდა მასწავლოთ თქვენ? რა გისწავლებიათ, რა უნდა მასწავლოთ თქვენ? და მეც არ ვერევი არც ერთი ადამიანის არც პირად ცხოვრებაში, არც პირად საქმეში, არც პირად ურთიერთობებში, არც პირად აზრებში და არც პირად არაფერში არ ვერიდები ყველათ ადამიანთან ვარ დისტანციურად. всё, კაი გამარჯობა, კაი ნახვამდის. მით უმეტეს მე სხვისი რათ მინდა ზედმეტი ტვირთი. რათ მინდა ზედმეტი ტვირთი და ზედმეტი პარაზიტული სისტემები, ვამპირული სისტემები რათ მინდა. ძლივს გამოვედი მე ბლოკების, ამაბლოკებისა და პარაზიტული ვამპირული სისტემებისა და სტრუქტურებისაგან და ყოველდღე ვცვლი პაროლებს, რომ ასე ვთქვათ ეს დისტრუქციული ინფოპაკეტები მოვიშორო, ასოზნანი დისტრუქციული ინფოპაკეტები რომ მოვიშორო. გინდა ჩემი და გინდა სხვისი. და ცოტა ტვინს ძალა დაატანეთ. დედამიწაზე რომ ვართ და დედამიწაზე რომ ვართ ჩაკეტილები დროებით და დედამიწაზე რომ გავდივართ ვაპლაშენებს, ცოტა ტვინს ძალა დაატანეთ. და ცოტა თავი შეიკავეთ და საერთოდ მიხედეთ რაზვიციებს, ევოლუციებს, რევოლუციებს და სულიერ განვითარებას. ყველას ვურჩევ ამას. და მე ქუჩა არ ავქადაგებ, ქუჩაში გავდივარ, რომ 2 კაპიკი გავაკეთო, მოვდივარ სახლში დაღლილი, ვიშორებ ქუჩის ტურტყლებს, ავგლაზებს, ავსგლაზებს, ავენებს, ავინფოპაკეტებს, ვცდილობ მოვიშორო ეს რაზრუში წინის, ამარაზრუში წინი პროგრამები
ჩერეზა разрушительные და саморазрушительные პროგრამები და ვცდილობ დავიწყნარო გონება, დავისვენო და დავიძინო. და ძილის წინ ვცდილობ მადლობა ვუთხრა ვსელენი всевышнис და ვიშიე სვეტრიეს სილებს. ვისაც გაინტერესებთ რომ ვითომ რომ მიცნობთ, ვერ მიცნობთ. და ჩემ ცხოვრებას თქვენ ვერ გაივლით და ჩემ პროგრამებს თქვენ ვერ გაივლით და ვერც გაივლით და მე კიდე 100 წელი თქვენი პროგრამები და თქვენი პრობლემები 100 წელი არ ამჭირდება. მე თქვენზე მეტი გავიარე და თქვენზე მეტი ვიცი უკვე და თქვენ ბოდიში და ჩემთვის არაფერი არ გისწავლებიათ არც ერთს. აი ეს მინდოდა მეთქვა. უკაცრავად და პაკა დასვიდანიათ. ცოტა უხეში ვარ, მაგრამ ცხოვრება მასწავლა უხეშობა. ვინ მასწავლა ისე თქვენ მასწავლეთ უხეშობა. თქვენ რო ყვარებოდით, ესეთი უხეში ყვარ ვიქნებოდი. რას ლაპარაკობ ახლა? თქვენ ხო ნაზები მყევ ხართ ყველა ძარ. ნაზიკოები.